სახელმწიფო სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია, რომელიც კულტურის სამინისტროსთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ წუთისთვის არის დასრულებული. მათი მოთხოვნის მიუხედავად შესულიყვნენ კულტურის სამინისტროში და გაემართათ დისკუსია კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელთან თინათინ რუხაძესთან. სამინისტროს მათ უწყებისგან მიიღეს უარი, რამაც გამოიწვია კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროტესტი. რამდენიმე საათის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურასთან იყვნენ საპოლიციო დანაყოფები, საპატრულო პოლიციის კორდონი იყო ერთგვარი მოწყობილი დემონსტრანტებსა და სამინისტროს შენობას შორის და ამით ამ ფორმით არ ეძლეოდათ სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლებს შენობაში შესვლის საშუალება. მათ მიმართეს კანცელარიასაც შესვლის მოთხოვნით, თუმცა იქიდანაც რამდენიმე საათის შემდგომ მიიღეს უარი. რის შემდეგაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წაიკითხეს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის წერილი, რომელიც მან სულ რამდენიმე საათის წინ გამოაგზავნა საპატიმო დაწესებულებიდან. ანდრო ჭიჭინაძე არის სწორედ იმ თეატრის მსახიობი და დასის წევრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გუშინ 16 აპრილს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ აქ შეკრებილი აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში. თავად სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ცდილობს მათი შეფასებით გაიმეოროს საბჭოთა რეპრესიები, რომლებიც დაიწყო მე-20 საუკუნის 30-იან წლებში და განსაკუთრებულ პიკს მიაღწია 1937 წელს, თუმცა ისინი დასძენენ, რომ არ აპირებენ, რომ სახელმწიფო პარტიას მისცენ ამ ისტორიის ხელახლა გამეორების და საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება.